საღდგომო ღვთისმსახურება ჩატარდა საქართველოს ყველა მოქმედ ტაძარში. საზეიმო წირვა სამების საკათედრო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ საპატრიარქო ტახტის მოსახდრე მეუფე შიოსთან და სამღვდელოებასთან ერთად აღავლინა. ლიტურგიის მიმდინარეობისას წაიკითხეს პატრიარქის საღდგომო ეპისტოლე, რომელიც ტრადიციულად საზოგადოებრივი და სულიერი შინაარსის გზავნილია. ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომელზეც უწმინდესმა და უნეტარესმა ყურადღება გაამახვილა, მშვიდობა. ქრისტე აღდგა, ჭეშმარიტად აღდგა. მართლმადიდებელი სამყარო უფლისი ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაულს ტრადიციულად ანთებული სანთლებით, ზარების რეკვითა და საგალობლებით შეხვდა. ამ დღისთვის მორწმუნეები განსაკუთრებულად ემზადებიან. მართლმადიდებელი სამყაროსთვის ეს უდიდესი ზეიმია, რადგან სახარების მიხედვით უფალიესო ჯვარს ეცვა. 3 დღის შემდეგ კი მკვდრეთით აღსდგა. მრევლის დიდი ნაწილი ამ ბრწყინვალე დღესასწაულს ტაძარში ხვდება და საზეიმო ლიტურგიას ესწრება. ქრისტიანები ერთმანეთს სიკვდილზე სიცოცხლის გამარჯვების დღეს ულოცავენ. სადღესასწაულო ღვთისმსახურება საქართველოში მოქმედ ყველა ეკლესია მონასტერში შესრულდა. მთელ საქართველოს გილოცავთ დღევანდელ ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაულს. დღევანდელი დღე არის უდიდესი მთელი მართლმადიდებლური სამყაროსთვის, მთელი საქრისტიანოსათვის. მადლობა უფალს, რომ ქართველები ვართ, მადლობა უფალს, რომ საქართველოში დავიბადეთ, გაბრწყინდება ჩვენი ქვეყანა, სიმშვიდე, მშვიდობა და წარმატება ნებისმიერ მოქალაქეს საქართველოსას. ძალიან მიყვარს ეს დღე რა, რადგან ქრისტე აღსდგა მკვდრეთით და ანუ ჩვენი ცოდვების გამო ის ჯვარს აცვეს. მინდა რომ მაყურებელს მიულოცო, სრულად საქართველოს მინდა მიულოცო აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული და ერთ წუთი ქრისტე აღსდგა. სამების საკათედრო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის მისვლას თან ზარების რეკვას დევდა. ლიტურგია ილია მეორემ მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად ჩაატარა. ტრადიციულად აღდგომის დადგომისთანავე პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე შეკრებილ მრევლს არქიდიაკონმა დემეტრემ გააცნო. ეპისტოლეში საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა არაერთ მნიშვნელოვან საკითხზე გაამახვილა ყურადღება. ეპისტოლეში მსოფლიოში და საქართველოში არსებული ვითარებაა განხილული. უწმინდესი არსებულ დაპირისპირებაზე, არასტაბილურობაზე, ომებზე და ეკოლოგიურ პრობლემებზე საუბრობს. ილია მეორე ამბობს, რომ არსებულმა ვითარებამ ყველა უფრო მეტად უნდა დააფიქროს მშვიდობის არსზე, სიცოცხლის მნიშვნელობასა და მარადიულ ღირებულებებზე. დღეს მსოფლიოში მრავალგვარი რთული პროცესი მიმდინარეობს. დროს თითქოს დაჩქარდა, მოვლენების და შეხედულებების სწრაფად იცვლება, დაპირისპირებულობა, არასტაბილურობა, ეკოლოგიური პრობლემები, მუდმივი სტრესი, ომები, ჩვენი საერთო რეალობად იქცა. მშვიდობის მოსურნეთა მონდომება დიდია, თუმცა შედეგის მიღწევა იოლად არ ხდება. ღმერთმა დალოცოს მშვიდობის მყოფელნი, ღმერთმა მშვიდობით აკურთხოს მსოფლიო. არსებულმა ვითარებამ ყველა უფრო მეტად უნდა დააფიქროს სიცოცხლის არსზე და მარადიულ ღირებულებებზე. ჩვენ მარადიული ნეტარებისთვის ვართ შექმნილნი. აქ ამ ქვეყნიურ ყოფაში კი დროებითის და წარუვალის, მიწის და ზეცის კავშირით უნდა ვიცხოვროთ, მაგრამ სწრაფმა მარადიულობასთან სიახლოვისკენ მუდამ უნდა გქონდეს, რაც პირველ რიგში ეკლესიის საშუალებით მიიღწევა. სააღდგომო ეპისტოლეში პატრიარქმა ასევე რწმენის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. როგორც ილია მეორე ეპისტოლეში ამბობს, სწორედ ამ უდიდესი დღესასწაულის რწმენა ქრისტიანული აზროვნების ქვაკუთხედი და ვისაც ეს არ სწამს და თავს მაინც ქრისტიანად თვლის ცდება. ეპისტოლეში ნათქვამია, რომ უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი არა მარტო იესო ქრისტეს გამოუტანა, არამედ საკუთარ თავსაც, რადგან ამიერიდან ქრისტეს მიმდევართათვის ხსნა სულიერ ჯვარცმას დაუკავშირდა. კაცობრიობის საყოველთაო აღდგომის რწმენა არის ქვაკუთხედი ქრისტიანული აზროვნებისა. ვისაც ეს არ სწამს და თავს მაინც ქრისტიანად თვლის, ძალიან ცდება და სინამდვილეში მას ხოვნებელ ჭეშმარიტებასთან საერთო არაფერი აქვს. რადგან როგორც პავლე მოციქული ბრძანებს, თუ მკვდრები არ აღდგებიან, ას ქრისტე აღმდგარა და თუ ქრისტე არ აღმდგარა, ფუჭია ჩვენი ქადაგებაც და ჩვენი რწმენაც. მაგრამ როგორ აღდგებიან მკვდრები, ან რომელი სხეულით მოვლენ. რასაც შენ თესავ, ვერ იცოცხლებს თუ კი არ მოკვდა. ასევე მკვდართა აღდგომასაც ითესება ხსნილებაში, აღდგება უხსნელებაში.
ითესება დამცირებაში, აღდგება დიდებაში. ითესება სხეული მშვინვიერი, აღდგება სხეული სულიერი. სწორედ რწმენა მარადიულ ნეტარებაში დაბრუნების აძლევს ადრ ჩვენს ყოფას იმ წესს, რაც უფალმა გვასწავლა და გულისხმობს სხვათა მიმსახურებას, თამდაბლობას, დათმენას, თანაგრძნობას, თანადგომას, ზნეობრიობას, მშვიდობის მყოფელობას, გულის სიწმინდეს, სულის სიმტკიცეს, უშურველობას, თავდადებას. სამების საკათედრო ტაძარში საზეიმო ღვთისმსახურებას საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ, რომლებმაც მოგვიანებით სოციალურ ქსელში მილოცვა გაავრცელეს. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ფოტოები გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ პატრიარქის ეპისტოლეს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო. მორწმუნეებს აღდგომის დღესასწაულს ულოცავს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილიც, რომლის მილოცვაშიც ვკითხულობთ. ქრისტეს აღდგომა, როგორც სიცოცხლის სიკვდილზე გამარჯვებისა და სულიერი ამაღლების სიმბოლო, თითოეულ ჩვენგანს უდიდესი რწმენითა და მომავლის იმედით გვავსებს. მოქალაქეებს დღესასწაული მიულოცა დედაქალაქის მერმაც. ქრისტე აღდგა და ამ დღის მადლი ფარავდეს ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ოჯახებს, ათბობდეს ჩვენს გულებს სიხარულით და ბედნიერებით. დაწერა კახა კალაძემ. ღამის 12 საათზე ტაძრებში მყოფი მრევლი ტრადიციულად გარეთ გამოვიდა და მღვდელმსახურებთან ერთად ლიტანიობაში მიიღო მონაწილეობა. სასულიერო პირებმა და მრევლმა ხატებით, ჯვრებითა და სანთლებით აღდგომის საგალობელი იგალობეს. სააღდგომო ცამების საკათედრო ტაძარში იერუსალიმიდან ჩამოტანილი წმინდა ცეცხლი მიაბრძანეს, რომელიც მსახურების შემდეგ საქართველოს ყველა მოქმედ ეკლესიაში განაწილდა. აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს საზეიმო წირვალოცვით შეხვდნენ რეგიონებშიც. ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა მეუფე დიმიტრიმ სადღესასწაულო წირვა ბათუმის სამების ეკლესიაში აღავლინა და მრევლს დღესასწაული მიულოცა. საზეიმო წირვას ადგილობრივი ხელისუფლების წევრებიც ესწრებოდნენ. ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა მეუფე გერასიმემ კი სააღდგომო ლიტურგია ივერიის ღვთისმშობლის ხატის საკათედრო ტაძარში აღავლინა. სასულიერო პირებმა მრევლთან ერთად ხატებით, ჯვრებითა და ანთებული სანთლებით აღდგომის საგალობელი იგალობეს. გილოცავთ თქვენ სრულიად საქართველოს ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს. განსაკუთრებულად გვინდა მიულოცოთ ეს დღე ჩვენს უწმინდეს და უნეტარეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს ილია მეორეს დღეგრძელად და ჯანმრთელად გვიმყოფოს ღმერთმა. ქრისტე აღსდგა, მრავალს დაგვასწროს უფალმა, ყოველივე საუკეთესოს ურევ ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ხალხს და სრულიად საქრისტიანოს ულოცავ. გილოცავ დღევანდელ დღეს პირველ რიგში ხვავი ბარაკა ჯანმრთელობა თქვენ ოჯახებში და რასთავარია საქართველოს განხილიანება გვენახოს. აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ულოცავ ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს, როგორც საოკუპაციო დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე მაცხოვრებ ჩვენს მოქალაქეებს, ასევე დროებით დევნილ მოსახლეობას. აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ზუგდიდიდან ულოცავ სრულიად საქართველოს. ეს უდიდესი დღეა სამყაროში. ამ დღის მადლი შეეწიოს თითოეულს. საზეიმო ღვთისმსახურება შესრულდა ქუთაისში მოქმედ ყველა ტაძარშიც. ბაგრატის ტაძარში ლიტურგიას ქუთაის გაენათის ეპარქიის მიტროპოლიტი მეუფე იოანე გაუძღვა. შესრულდა ლიტანიობა. მოგვიანებით მეუფემ საკურთხევლიდან იერუსალიმიდან ჩამოტანილი ცეცხლი გამოაბრძანა და ხალხში გაავრცელა. გილოცავთ ქრისტე აღდგა. დიდებული დღე. ძლევარ სიკვდილზე, რომ სიკვდილი წოდით შემოვიდა ქვეყანაზე და ვისაც აქ მარტივი ცხოვრება, უფალო მანინება აღდგენა ჩვენი სადღესასწაულო მსახურება ტაძრებში გათენებამდე გაგრძელდა. მსახურების დასრულების შემდეგ იკურთხა მრევლის მიერ ეკლესიებში მიტანილი პასკები და წითელი კვერცხი. აღდგომა 12 საუფლო დღესასწაულს შორის უმთავრესია. დღესასწაული ერთი კვირა ბრწყინვალე შვიდეულით გრძელდება. წელს ის იშვიათი გამონაკლისია, როდესაც ქრისტეს აღდგომას რამდენიმე კონფესია ერთ დღეს აღნიშნავს. ვატიკანში წმინდა პეტრეს მოედანზე ათასობით მორწმუნე შეიძლება, თუმცა საზეიმო მესას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ გაუძღვა პაპი ფრანცისკე, რაც მისი პონტიფიკოსობის განმავლობაში პირველი შემთხვევაა. წირვა კარდინალმა ანჯელო კომასტრიმ ჩაატარა, თუმცა პაპი მორწმუნეების წინაშე წმინდა პეტრეს ბაზილიკის აივანზე გამოჩნდა და მათ აღდგომის დადგომა მიულოცა. ტრადიციული ურბი et orbi მიმართვა კი პაპის ნაცვლად ღვთისმსახურმა წაიკითხა.
ქადაგებაში რომის პაპმა ყურადღება გაამახვილა გლობალურ კონფლიქტებზე, ჰუმანიტარულ კრიზისებსა და მშვიდობის აუცილებლობაზე. მან ისაუბრა ღაზის სექტორსა და იემენში არსებულ უმძიმეს ჰუმანიტარულ კრიზისსა და ცეცხლის შეწყვეტის საჭიროებაზე. ყურადღება გაამახვილა ასევე უკრაინის თემაზე და მშვიდობის მალე დადგომა ისურვა. რომის პაპმა იმედი გამოთქვა, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საბოლოოდ ხელი მოეწერება სამშვიდობო შეთანხმებას. ქადაგებაში პაპი ასევე აღნიშნავს, რომ შეუძლებელია მშვიდობა, რელიგიის თავისუფლების, აზრისა და გამოხატვის თავისუფლების და სხვადასხვა შეხედულების პატივისცემის გარეშე. პაპმა მსოფლიო ლიდერებს დიალოგისა და მშვიდობის გზების ძიებისკენ მოუწოდა. I urge the whole church to keep the Christians devastated by